მერავს და ძალიან მალე ნინოს გადავუხდი დიდ მადლობას, იმიტომ რომ მისი გუნდის წევრები გველოდებიან რიგის მარჯვნიდან და მარცხნიდან. სათხართ? ნინოს გუნდი. Hey. 22 წლის მსახიობს 4-ვე მწვრთნელი მიუბრუნდა ბრმაქასთინზე. ამაში ლევანს ეჭვიც არ ეპარებოდა. მადლობთ რომ პროექტში მოხვედი, იმიტომ რომ შენისთანა ხალხი ჭირდება ხო ჩვენ. შენ მე მომერიე და დამაჭერი მე ხედი. ავირჩევ ნინოს. 22 წლის ქალდასთვის გაბედული ნაბიჯი იყო საკუთარი ხმის სამსჯავროზე გამოტანა, მაგრამ 4-ვე მწვრთნელი შემოატრიალა ხევსური გოგოს შემართება. ნინოს ავირჩევ. დიდი მადლობა. იცი როგორ დუეტი მინდოდა? რაღაც ისეთი შერწყმული დუეტი მინდოდა მაგათთან, ცოტა რომანტიული ისეთი, რომ აი იმდენად შერკინება და ის დაჭმა არ ყოფილიყო ერთმანეთში. მინდოდა რაღაცა სტაბილური, მშვიდი, რომანტიული დუეტი და მე ვფიქრობ გამოგვივიდა ეს. ძალიან არაორდინარული ადამიანია ქალდა. ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ ყველაზე მეტად, რასაც გამოვყოფ მის ხასიათში, ეს არის შრომის უნარიანობა. დაუღალავად შრომობს. შეუძლია ყველგან იმღეროს, შეუძლია Facebook-ში მომწეროს რაღაც ფრაზები. მე მაგალითად შედარებით ზარმაცი ვარ. და ცოტა გული მწყდება, რომ ეგეთ ზარმაცი ვარ, მაგრამ ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირად არ ჩამომრჩება და ყველანაირად ვეცდები, რომ რინგზე დავამარცხო. Bravo! ძალიან მაგარი ბავშვები ხართ. ქალდა ყოჩა, ლევანი ისეთი იყო ყოველთვის, მაგრამ ყოჩა ხო, აი ძალიან მაგარი გოგო ხარ. აი გაიზარდე მართლა ამ დღეებში და ქალდაზე ვგიჟდები. ქალდა არის ტიპიური ქართველი ქალი. აი როგორი უნდა იყოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითია. ამ დროში თუ არსებობდნენ ესეთი გოგოები, მე მართლა ვერ წარმომედგინე. ლევანი ვოკალური მონაცემებით შეიძლება მჯობნის. არის გამოცდილი. და მე არა. ვოკალურად ქალდას შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ აქვს ძალიან ლამაზი მაღალი ბგერები. მას ცოტა ეშინია ამ ბგერების, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი შეუძლია გაცილებით ვიდრე აკეთებს. ძალიან მოწონს ლევანის სიმღერა, ნიჭიერი მსახიობია და ქალდას რაც შეეხება, არის ძალიან შრომის მოყვარე, ძალიან მონდომებული, ძალიან პუნქტუალური. კარგი გოგოა, ძალიან ქალდა და მაქსიმუმი გააკეთა. რატო გეძინა ქალდა ეხა რა ხდება? გაცილებული ხარ, ვიცი, მაგრამ რეპეტიციაზე ბევრად კარგი ხარ, ასე მაგად კარგი ხარ და ნუ ნერვიულობ. ამოვარდნილი იყო, ძალიან ნერვიულობდი. უფრო მობილიზებული იყავ. ჩათვალე რომ ხარ მარტო. მარტო ოღო თვალდახუჭული არ არის. ამეთქმის თქვენზე ბატონო ლევ. ჩემ თავს ბოლომდე ვაჩვენებ ამ სიმღერაში. გავაკეთებ მაქსიმალურს. ქალდას ჩემი მე ვფიქრობ ეშინია, კი. მე ვფიქრობ ეშინია, მაგრამ არავინ არ იცი, შეიძლება მოხდეს ისე, რომ მე ვერ ვიმღერო და იმღეროს ქალდა. ძალიან მინდა, რომ მოვუქო. და ამისთვის ბევრს მუშაობ. განუმეორებელი ლევან გვაზავა. და მის წინააღმდეგ ჭინჭარაულების წარმომადგენელი ხევსური გოგონა ქალდა ჭინჭარაული. შვენიერი ამბავის ხდება სერვისი რაღაც. უმშვენიერესი. რინგი იწყება. Some people pay for the sport. Some people
anything just for the fame. Some people live for that power. Some people live just to play the game. Some people think on the physical things devise what within our being. Before that's life so bored, so full, so buffing sure. Some people wanna know, but I don't know nothing at all. Feeling you, baby. If I got you, baby. Some people want diamonds, some just want everything means nothing if I ain't got you. Some people search for this fountain. Drums is forever young. Some people need 3,000 roads, yeah, and that's the only way to prove you love them. And the world super brighter, and what would it be with no one to share, no one who truly cares for me? Some people want it all, and I don't, and nothing is all feeling you, baby. If I got you, baby. Some people want the time for weeks, some just want everything, and everything means nothing if I ain't got you. Some people want it all, but I don't, and nothing is all. Feeling you, baby. If I got you, baby. I baby, I baby, Want everything, but everything means nothing if I ain't got you. ორი არაჩვეულებრივი ხმა, ქალდა ჭინჭარაული და ლევან გვაზავა. ურთულესი მისია გაკისრია ნინო. ფაქტიურად განაჩენი უნდა გამოიტანო და დღეს შენ ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი ცხოვრება შეცვალო. მანამ შენ მოიფიქრებ, მოდი მე მაიას კითხავ აზრს. აი ამ დუეტში კი ძალიან კარგია ყველაფერი, მაგრამ აშკარაა რომ მორგებული არის ქალდაზე. და არა, ერთი წამით. არ არის ეგრე. არა, ეს არის მორგებული ქალდაზე ძალიან კაი გოგო ხარ, მაგრამ მე ვერ უღალატებ ლევანს, რომელიც ძალიან მაგარი მომღერალია. ძალიან ეს არ არის ის სიმღერა, სადაც ლევანი გამოჩნდებოდა, მაგრამ აი ზუსტად ამის გათვალისწინებით მე ვარ შენ მხარეს. რადგან მარიამ დაიწყო გვერდით ვზივარ, მე გავაგრძელებ იმას, რომ ეს თაბეჭდილება დამჩარო, ორივეს კომპრომისი იყო, ტონალობა, არც ერთის ტონალობა არ იყო, ეს იყო კომპრომისული ტონალობა, რომელიც უმძიმესი იყო ორივესთვის და არც ქალდა გამოჩენილა, არც ლევანი. უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება იმ ხრივ, რომ ნინოს რადგან გოგოები მომღერლები ყავს და ბიჭი მომღერლების დეფიციტი არის, ალბათ ლევანს ურჩევდი, თორემ ორივე თანაბრები იყავით. ანუ სტეფანეს და მაიას ხმა წავიდა ლევანისკენ. მერა ცირა მე არ ვეთანხმებით ერთ რამეს, რომ თუ ვინმე ცხოვრება უნდა შევცვალო ცუდისკენ, მე ხმას არ ავიხებ. თუ კარგისკენ, მაშინ ვიტყვი. და რო არ თქვა არ შემიძლია, ემხელა ემოცია მოდიოდა ქალდასგან. თოლოცო. აი ეხლა მე რაც ვნახე. ეს იყო ეს. მე ამის უარყოფა არ შემიძლია. მერაბის ხმა წავიდე ხალხთან. დაათო შენ ასაც მოვისმენთ. მე ვფიქრობ, რომ ყოფილიყო ცოტა ზევით, ლევანი უფრო გაართულდა თავს. მე ესე ვფიქრობ რა. ხო და ანუ რესურსი ქალდასთვისაც იყო მაღალი, გესმის ხარ? არა, ქალდასთვის მორგებული ტონალობა იყო. ხო, ერთი წამი მე უნდა ვთქვა ვის უჭერ მხარს, მიუხედავად იმისა, რომ იმისა. მე მხარს უჭერ ლევანის. ლევან. და დადგა დრო ნინო გააკეთო არჩევანი, მიიღო გადაწყვეტილება.
ქალდა თუ ლევანი? ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ არაჩვეულებრივი დუეტი შედგა. და რაც თქვენ ჩემმა კოლეგებმა ეს იყო სრული სიმართლე, ეს სიმღერა გვინდოდა რომ დუეტი კარგი შემდგარი იყო და მოვარგეთ ქალდას და ლევანი ამ შემთხვევაში ძალიან დამეჩაგრა, მაგრამ ამ შემთხვევაში არაჩვეულებრივად გაართვა ქალდამ თავი ყველაფერს. ძალიან კარგი გოგო, ჩემი ფავორიტია, მაგრამ შემდეგ ტურში მე მჭირდება ლევანი. მივესალმოთ ლევან გვაძავა. გავაცილოთ გამარჯვებული ლევან გვაძავა. ქალდა არიტირო ძალიან. ძლიერი გოგოა. ქალდას დამარცხება ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მომიტანს შემდეგ ეტაპს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აუცილებლად უნდა გაგვიარა ეს ძალიან მტკივნეული ეტაპია. ამჯერადაც ველოდი. ასეც მოხდა, ცოტა გამოუცა ბატონ მერაბის კომენტარმა, მაგრამ ყველაფერი გასაგებია, თავისი აზრი აქვს. აპლოდისმენტები ქალდა ჭინჭარაუს. აი გოგო. ძალიან მაგარ გოგოს. ძალიან ქალდა ჭინჭარაული.